გული რომ აი ესეთი ეპიტეტით შეამყეს ეს ადამიანი და მისთვისვე ცუდი არის. მე ახლა არ ვიცი ისტორია ნაბეტანი არავის არ უყვართ ეს პოლიტიკაში, მაგრამ გიორგი მე-12-მ კატასტროფა განიცადა, იცით? კატასტროფა განიცადა. დაუწყა რუსეთს და აი ეს გეორგიევსკის ტრაქტატის ფეხქვეშ გათელეს და პირდაპირ შემოვიდნენ და თბილისი აიღეს. რაღაც აი ესეთი სამაკიცი განცდა რომ რუსეთი არ გაჩერდება. აუცილებლად დაგვიპყრობს და აი ესეთი ის დაგაბრალეს მე ბიზნეს მივმართავ ეხლა რა როგორ შეიძლება ეს მოითმინო თუ ქართველი ხარ და თუ რაღაცა პრეტენზია გაქვს რომ ქვეყნის გადარჩენა ნუ მე მახსოვს რომ ყველას რაღაცას პირდებოდი არ შეიძლება ესეთი რაღაცა პირდაპირ მოვმართავ ბიზნესა რა ან გააპროტესტე ან რაღაცა ისეთი გააკეთე რომ აღარ გათქვან ესეთი შენს ესა კატასტროფა ჩვენთვის აი გულწრფელად გეუბნებით ეს ლავროვის კრეტინის ისა მოადგილე რომ დიპლომატიური ურთიერთობებზე დავიწყოთ საუბარიო ესე იგი აღიარებენ რომ ახალი რეალობა არის ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს ბიზნეს ჩვენთვის მისაღები რომ სოხუმში არის რუსეთის საელჩო და ცხინვალში არ უნდა იყოს ესა და ან რაღაცა ნაბიჯები გადადგი მე ხა ისა რა ქვია ნიკა მართა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი დღე არის და სწორედ ჩვენ მოგმართავ ახლა შენ რომ პრემიერ-მინისტრი იყო არ წახვიდოდი უნდა წასულიყო აი რატო არ მიდის ეს თან დაიქანა ამ კობახიძე რომ ბრიუსელს ჩავა ბრიუსელი რაიმად გჭირდება რაში გჭირდება იქ არის უსაფრთხოებაზე საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე და თუ ხარ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩასულიყავი ის დედოფალებით რო დადის საგარეო საქმეთა მინისტრი რაში გჭირდება ის რო გავა შენ უნდა ჩასულიყავი იქა და მე მწყდება გული აი ნიკა შანსებს კარგავს ქვეყანა აი მართა აი მე არ მინდა ახლა გაგახსენოთ ყველა საშინელები კატასტროფა განიცადა გეორგი მე-12-მ მემკვიდრე დატოვა შვილი და აღმოჩნდა რომ ჩამოაგდეს ის აი რუსები ვერაგები არიან და ამჯერად მონღოლური ვირეშმაკობა აი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არის პუტინსა და არ არის სწორი და არა მართალი და ნიკა შენი აზრი და შენი შეფასება. დიდი მადლობა მოწვევისთვის, პატივია ვიყო თქვენი სტუმარი, დიდი ხანია არ ყოფილა. მე ამაყები შენა და მაშინ ერთი წამით ბაცალეთ ხალხო. აი რომ სანამ დააპატიმრებდნენ 3500 პოლიციელი იყო. წინა ღამეს მთელი ჩვენი თანამშრომლები ფიქრობდნენ რომ სააზე აიღებენ შტურმით ნაცმოძრაობის ოფისსა და აუცილებლად გადავწყვიტე წაფო მეთქი წავიდე და ვკითხოთ იმას მეთქი ნიკას მეთქი და მოხდა ისეთ საოცრება რომ შევედი და აი ესეთი შვიდი და კარგი ატმოსფერო იყო იქა და ნიკა მართა დიდი და ეროვნული საქმე გააკეთა მაშინ რომ ქართველი სისხლი არ დაყვარე შენი ბრძანება იყო ხელი არ გაანწრიოთ არავინაო და მე არ ვიცი შენ ციხეში უყურებდი თუ არა მე გმირად ჩაგთვალე ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყანას ააცილე მაშინ შენ ესეთი კატასტროფა არასოდეს არ ქონია ჩვენ და მაგაზე ეხლაც მადლობას გიხდი და საერთოდ ფიქრობ რომ აი ქართველს არაფერი არ უნდა გაუკეთოს ესეთი ძალისმიერი და აკეთებენ აი ფაქტიურად რა ვიცი ახლა ალბათ გეხსოვნება შენ ეს მარტის ამბები რა გაუკეთეს ახალგაზრდებს დასდებდნენ მაგრამ იქეთ დაღალეს პოლიცია ამ ახალგაზრდებმა ჩვენ ყველაზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ მაშინ 160,000 კაცი გამოვიდა იმ ღამეს და მადლობა მადლობა დამერწმუნეთ ხალხო მე ვამაყობ რომ ნიკამ არაფრით არ დაუშვა რომ ძალა ეხმარათ პოლიციელების წინააღმდეგ მადლობა კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს მოვლენა იყო ეს იცი მოვლენა იყო ანუ დათელი იყო მაშინ თუ მაინც გაიხსენეთ ეს ასე თუ ისე სასიამოვნო დღე ხელისუფლება მოდიოდა პროვოკაციაზე და მისი დიდი სურვილი იყო იქ სისხლის ზღვრა ყველაფერს თავი დავანებოთ შიდა პოლიტიკური პარტიული უთანხმოების საფუძველზეც კი და იქიდან გამომდინარეც კი ისე რა გაიგე გახარია რომ დაწერა ან ორმაგი мотиваცია ქონდა ივანიშვილს ორმაგი мотиваცია ქონდა კობახიძეს რომ იქ დაეღვარათ სისხლი და მე რა თქმა უნდა ჩვენ გამოვიყვანეთ დაგაბრალებდნენ აბარა დამნაშავეები დააღრევიებდნენ სისხლს პროვოკატორებს ალბათ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეზე შეეწირავდა ამით განახორციელებდნენ ფართო რეპრესიებს ოპოზიციურ სპექტრში და ერთი გასვლით ორჩიც კლავდნენ მათივე პრემიერ-მინისტრს მაშინდელ გახარიას 20 ივნისის შემდეგ ამ მეორე სკანდალს ალბათ უკვე ვეღარ გაუძლებდა სკანდალი ხა ეს ვიღოთ რო თქვა ანუ უმძიმეს შემთხვევას
რომელიც თავისუფლ უკვე იქნებოდა პროვოცირებული თავისუფლ გუნდის წევრების მიერ და ეს ყველაფერი გარკვეულწილად წინასწარ იყო განსხვავებული ჩვენს მიერ. ხა კონკრეტული ფაქტები არ ქონდა, ლოგიკურად იკითხებოდა რომ ამას აპირებდა. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ხო, ნუ რატო არ წავიდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საერთაშორისო ფორუმზე დასაზრებად ახლად არ ვიცი დანიშნული თუ არჩეული თუ უბრალოდ არ მინდა უხეში ვიყო შეფასებებში დადებული პრემიერ-მინისტრი აქ არ არის არაფერი გასაკვირი. აქ გასაკვირი არ არის ვინაიდან ხალხი რომელიც დღეს ჩვენ ყავს მართვის სადავებთან რეიტაციის ინსტიტუტები, ძალაუფლების ბერკეტები, ისინი არ არიან სწორი იდეალებს, არ არის იდეალების სამსახურში არ არიან, თორე სწორი იდეალების სამსახურში არ არიან, არგან ხალხის სამსახურში, არგან სახელმწიფოს სამსახურში. შესაბამისად, იქ სადაც ჩვენ არ წახვედი დღეს, იქ წდება და უნდა გადაწყდეს ან განხილვა როგორც მინიმუმ უნდა შედგეს საკითხების, რომელიც ეხება რა თქმა უნდა გეოპოლიტიკას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ხალხის კეთილდღეობას, ხალხის უსაფრთხოებაზე. ეს ყველაფერი მესამე ხარისხოვანია. მესამე ხარისხოვანია თუ არა მეოთხე ხარისხოვანია ხა ბიზინა ივანიშვილისთვის. და კობახიძე სწორადაც ამიტომ შემოაბრუნა თუ დანიშნა ეხა პრემიერ-მინისტრად, რომ აი ესეთი მსგავსი უტიფარი ნაბიჯები მან გაგიკვირდებათ, მაგრამ ღარიბაშოზე უტიფარი ნაბიჯები გადადგას. ხტალმა ადამიანმა მაპატიებს მაყურებლებო პირადად მაქვს ამ ადამიანისთვის თვალებში ჩახეტილი ორჯერ და მაქვს უფლება ვთქვა და გაგიზიაროთ ჩემი შტაბ-ბიჭირება. ხტალი ადამიანი ყველა თვალსაზრისით მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არის საშიში მოვლენა სახელმწიფოსთვის. ქვეყნისათვის, რაოდენ არა სასურველი გუნდის წარმომადგენელიც არის ან შეიძლება ყოფილიყო ან არ იყოს, ხო? უბრალოდ ადამიანი, რომელსაც არაფერი სათვალავში არ მიაქვს გარდა ერთი ადამიანისა, ბიძინა ივანიშვილისა. ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური საგარეო ვექტორი მათ განზრახ გადახარეს დიდი ხანია უკვე უბრალოდ განწყობილი სახელმწიფოსკენ და დღევანდელი დღეს ერთი უბრალოდ მომდენო დადასტურებაა. მე ვერ დაგითანხმებით თქვენ რომ ჩვენ რუსეთი დაგვიყროს და ადვილად დაგვიყროს. რუსეთს ახლა ჩვენი დაპყრობა იმ გაგებით რა გაგებითაც ბევრს ეს ასოციაციები ეშლება თავში რომ აქ ახლა შემოიჭრებიან და ხო ომს წამოიწყებენ ქართული ხალხს გამორიცხულია. ხო ამის შესაძლებლობა მას არ აქვს დღეს და მეტიც არც ვალდებულება და არც აუცილებლობა, როდესაც რბილი ძალით არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში მისი ინტერესების გამტარებელია. თუმცა ამიტომაც ვჭირდება ბატონ დავით დავასრულო ჩვენ სწრაფი ტემპებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ორგანული ნაწილები რო გავხდეთ. როდესაც ჩვენ ხდები თანამედროვე საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების წევრი სახელმწიფო, შენ ხარ დაცული და ვერც ერთი ჟურნალისტი, საპატრიოტო ჟურნალისტი თქვენი სახითაც კი ვარაუდის დონეზეც კი ვერ დაუშვებს, რომ ეს საფრთხე არის რეალური. ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ვიღოთ, რა თქმა უნდა და არა ასეთი კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში. 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა, უბრალოდ უნდა გატარდეს შესაბამისი რეფორმები. ამას ჩვენ გვეუბნება ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალუძს რომ ჩვენ იქ კარები ფართოდ გაგვიყოს, ხო? მაგრამ ხელისუფლება ივანიშვილის სახით პირიქით ამ კარებს კეტავდა მექანიკურად და პოლიტიკური გეოპოლიტიკური უბრალოდ მოსაზრებების გათვალისწინებით დასავლეთმა ჩვენ მოგცა ავანსად კანდიდატის სტატუსი, ხო? ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდა, მაგრამ იქვე 9 დათქმა საშინაო დავალების სახით მისცეს ხელისუფლებას, ხო? არც აპირებენ, ბუნებრივია, არ აპირებენ ამ 9 დათქმის არ შესრულების შემთხვევაში დეკემბერში, როდესაც ევროპული საბჭო შეიკრიბება, ბუნებრივია იქ სახარბიელო გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიღებული. აქ საუბარი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იმაზე კი არა რომ დასავლელი მეგობრები გთხოვენ ჩვენ რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგა და მერე გავხდეთ მდიდარი ერთობის წევრები, რომ ჩვენ უბრალოდ
ასევე მდიდარ სახელმწიფოდ გადავიქცეთ, დაცულ სახელმწიფოდ გადავიქცეთ ეკონომიკურად, სოციალურად. არა, ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს გვჭირდება და ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი აი ამ პროცესში არის, რომ შენი საუკეთესო ყველა მეგობარიც ამას გირჩევს. და რა ხდება ახლა ყველანი ხვდებით რომ ეს ნაბიჯები გადასადგმელია სასამართლო სისტემა მაგალითად უნდა იყოს დამოუკიდებელი რომ კლანი არ უნდა იყოს სასამართლოში და მილიონერი მოსამართლეები არ უნდა ყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომლებიც განაგებენ თელს სასამართლო სისტემას შენ თუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ხარ ხალხისგან განსხვავებულ პოზიციაზე რატო დგები ვინაიდან ჩემო ბატონო დავით მარტივია ბევრი საუბარი ზედმეტია ამ ხელისუფლებას ამოცანად უდგას ხელისუფლების შენარჩუნება. პოლიტიკური კორუფცია არის კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც წარმოადგენს აი ძალიან დაკავშირებულ დიდ ძალისხმევასთან. განსაკუთრებით ახალგაზრდა დემოკრატიებში და პოლიტიკური კორუფცია პირველ რიგში რას გულისხმობს, ხო? აი რამდენი ორი ფორმა რა პირველი ეტაპი არის, პირველი ფორმის პოლიტიკური კორუფცია, როცა შენ რეალურად ფულს შოულობ იპარავ საჯარო სექტორიდან შენი გავლენებით სარგებლობ ქართული ეკონომიკიდან, ბიუჯეტიდან და ამის შემდეგ მეორე ეტაპია, როდესაც უკვე მოპარულ, გასუქებული ხალხის ფულით ჩინოვნიკი ხარ და ბევრი ხარ ასეთები მუშაობ ამ ფულის დახარჯვაზე ისე, რომ შეინარჩუნო პოლიტიკური ძალაუფლება და პატრონაჟის პოლიტიკა შემოდის მოქმედებაში. პატრონაჟის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენ ვადენებთ თვალყოს, ხო? თვითყოფადობისგან დაცლილი არავინ თავის თავზე დამოუკიდებელი არ არის. ქართულ ოცნებაში ფულს ყავს აყვანილი ტყვეობაში მთელი ქართული ოცნების ასე წარმომადგენლობა, მაგრამ დასანანია, რომ ივანიშვილს მცდელობა აქვს იგივე კალკით გადაიტანოს ქართულ ოპოზიციურ სპექტრშიც. და პატრონაჟის პოლიტიკა იქაც ჩამოვაყალიბოს. რაც არის ყოველ დაუშვებელი, თუ კი ვინმე არის იმედგაცრუებული, თუ კი ვინმე არის ნილწამხტარი დღეს პატიოსა მოქალაქეებს გულისხმობს, თუ კი ვინმეს არ ჟერა, რომ გარღვევა შესაძლებელია, იმიტომ რომ ჯერჯერობით შეიძლება ის მკვეთრი სიგნალი ვერ მოვის, ვერ დაინახა სიმკვეთრე ალტერნატივის სახით და მე ჯერა რისი არა იმიტომ რომ მე გავამხნევო, დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება მართა იდეალისტთა ჯგუფი, შეიძლება რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ მე პასუხს ვაგებ იმ ადამიანებზე, ვისაც წლებია ვიბრძვი და ბევრი მათგანი სულ ახლახანს შემოგვიერთდა და კიდე შემოგვიერთებიან, რომ ჩვენი ამოცანა არის ამ კორუმპირებული გაღწნილი პოლიტიკური სისტემის დამარცხება და ოლიგარქების დამარცხება ქვეყანაში. რომელ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაზეა საუბარი და მათ დამოუკიდებლობაზე, როდესაც ოლიგარქს ვერ ეძახიან. არის ხალხი პოლიტიკურ სპექტრში, როდესაც ოლიგარქს ვერ ეძახიან და ოპოზიციონერობას იჩემებენ, ხო? პოლიტიკური გაღწნილი სისტემა გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის სახით თუ რას? არა მხოლოდ იმას, რომ დაიმოვნოს მის წიაღში, დამონებული ყავს, ეხა კობახიძეს ისეთ მორჩილებაში ყავს, აყვანილი, რასაც უნდა გააკეთებინებს, ხო? მაგრამ შორს წავიდეს უფრო მაგრამ ამის შესაძლებლობა არ უნდა მიცეთ და არც მივცემთ და ეს ადამიანი არის მთლიანად თვით იზოლაციაში მოქცეული მას არ უნდოდა რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო მის გეგმებში ეს არ შედიოდა ეს ძალიან გამჭრიახედ გათვალა რა თქმა უნდა ბევრი ქართველის და საქართველოს მოქალაქის და ბევრი შესაბამისი მნიშვნელოვანი აქტორის რომელიც მუშაობდნენ საერთაშორისო საზოგადოებასთან დამსახურებით საერთაშორისო საზოგადოებამ განჭვრიტა და ამის შესაძლებლობა არ მიქცა ქართულ ოცნებას. დიახ, ისინი არ არიან ბედნიერები იმით, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენ მოგვანიჭეს. ახლა თავხედურად საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და კორუმპირებული მოსამართლე არ ყავს, მაგრამ აქ უნდა თქვა სიმართლე. ის დღეს რასაც დასავლეთი და დასავლური ინსტიტუტები ცდილობენ დახმარების სახით აღმოგვიჩინოთ ჩვენ, რომ დავანგრიოთ ეს კორუმპირებული ციხე-სიმაგრე სასამართლო სისტემის სახით, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში დასავლეთის ხელშეწყობით, დონაციით, აი სხვადასხვა ტალღების მიერ 60 მილიონი გადაიხადეს სხვადასხვა რეფორმების ტალღებად რომ მოიხსენებოდნენ. გახსოვთ აი ამ რეფორმების ხარჯზე, უცხოელების ფულის ხარჯზე, დასავლეთის ფულის ხარჯზე ბიძინა ივანიშვილმა
ჩაბეტონა მისი კლანი სასამართლო სისტემაში. ეხლა მიხვდა დასავლეთი, რომ ამ სისტემას კოსმეტიკური რეფორმით ვერ უზამს ძრას და ერთ-ერთ დათქმაში მათ ძალიან კაფიოდ მოთხოვეს ხელისუფლებას, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიქმნას ეგრეთ წოდებული მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემსწავლელი კომისია, რომელიც აპრობირებულია ახალგაზრდა დემოკრატიებში და გაკეთებულა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: უცხოელი ექსპერტები, უცხოელი პატივსაცემი ადამიანები, ადგილობრივი ავტორიტეტული ადამიანები, მოკლედ ქმნიან კომისიას, საჯარო პროცესია სწავლობენ მოსამართლეთა შემოსავალს, მარტივად აი მოსამართლე თუ დადის მანქანით ძვირადღიროს საიდან დადის? ამ ძვირადღირებული მანქანით, ხო? საიდან ცხოვრობს არის რამდენიმე მილიონ ლარად შეფასებულ სასახლეში. სწავლობენ მის დეკლარაციებს, ასე შეგეთებისა და ხები აქვს მოსამართლეები. მილიონერები არიან, პირდაპირ თქვა, უმაღლეს იუსტიციის საბჭოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. და ამას უწოდებენ ვეტინგის სისტემას. ანუ გამოკვლევას კეთილსინდისიერებაზე. და როდესაც საკანონმდებლო დონეზე ამ კანონს იღებდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში, ხო? აი ხა მაგალითად ალბანეთმაც კი მიიღო, წარმოიდგინეთ, ხო? მოლდოვაში დაამტკიცეს და სხვადასხვა სახელმწიფოებში. კორუმპირებული მოსამართლეები თავად ტოვებდნენ ხოლმე თანამდებობებს, იცოდნენ რომ ამ ტესტს ვერ გაევლიდან. რა თქმა ბატონმა კობახიძემ გამოვიდა თქვა რომ არ არისო კონსტიტუციურიო კაცო. ამ რეფორმასო ჩვენო ვერ გავატარებთო. ესმით, ნებისმიერი რეფორმა თავისუფლად შეიძლება იყოს კანონთა წინააღმდეგობაში მოსული, შეიძლება კონსტიტუციასაც, მაგრამ რეფორმას იმიტომ ხდება რეფორმა, რომ კანონის და კონსტიტუციას უნდა შეცვალო. რა თქმა უნდა. ეხლა პროგრესულ რეფორმაზე, რა თქმა უნდა, საუბარი, უნებრებია. სხვა შემთხვევაში ახლა ჩვენ გვაქვს მოცემულობა როგორც ძვირფასო მაყურებლებო. აი, სულ 100 მილიონი ლარი აიღოს ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე. ან მოსამართლე წევრმა ნებისმიერ ან წევრმა უბრალოდ, ხო? კაცი შვილი დამსჯელი არ არის. მექანიზმი არ არის, რომელიც მას დასჯის. ორი ვარიანტია მურუსიძე მოაშორო, გამოსავალია მურუსიძე მოაშორო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ორი, თვითონ უნდა დაწეროს პირადად განცხადება და წავიდეს სახლში, ან პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს კორუფციულ ფაქტებზე და ამის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის იმუნიტეტი უნდა მოუხსნას მურუსიძეს, მაგრამ იმუნიტეტს ვინ მოუხსნეს? შესაბამისად ეს არის დახშული წრე. ერთადერთი გამოსავალი ძვირფასო მაყურებლებო არის ის, რაც დასავლეთმა ჩვენ 9-დან 1 დათქმად მოგვაწოდა აუცილებელ შესასრულებლად, რომ კლანი ან მოსამართლეთა კლანი მხოლოდ და მხოლოდ აი ამ სისტემით არის შესაძლებელი რომ გასუფთავდეს. რატო არ აკეთებს? ვინაიდან მას იქ შესვლა არ უნდა, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა მას არ უნდა, რომელიც გარანტია დიდარი სახელმწიფოსი. ეს არის გარანტია, ხალხო, მეტი არაფერი და 2030 წელს ჩვენ შეგვიძლია ყველა გათვლებით გავხდეთ სრულფასოვანი წევრი. ამას სჭირდება ამ ხელისუფლების ცვლილება, ამ ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება სუბთა რეპუტაციის ხალხი, სჭირდება კომპეტენტური ადამიანები, კომპეტენტურ ადამიანებს, ოდესაც ვამბობ, იმ უნარების მქონე ადამიანებსაც გულისხმობ, ვისაც შეუძლია ბრძოლა, ვისაც შეუძლია ცვლილებების მოტანა, ვისაც პირველ რიგში სჯერა ამ გამარჯვების, ვისაც არ ერიდება ივანიშვილთან დაპირისპირებაში შესვლა, ვისაც არერიდება რომ ოპოზიციაში მყოფ მოოლიგარქო ტიპაში დაარქვას მოოლიგარქო ტიპაში, ისეთ არიან ნაწილი საზოგადოების საჯარო სივრცეებში ჩანა, მათ შორის შესაძლებელია თქვენს გადაცემებში, რომლებიც შეეხებიან ხოლმე სხვადასხვა დროს ეგრეთ წოდებულ შუაში მყოფ ამორჩევლებს, იცით? ეგრეთ წოდებულ შუაში და ამორჩევლებს. სინამდვილეში ჩემი და ჩემი მეგობრების შეფასებით არანაირი შუაში მყოფი ამორჩეველი დღეს არ არსებობს. ეს არის შეურაცხმო. მე თუ არც ბატონი დათო და არც ნიკა არ მომწონს, რატო ვარ შუაშისტი? კაცო, იქნებ ბატონ დათოში და ნიკაშია ეს პრობლემა, ხო? თვითონ პოლიტიკოსთა ნაწილი გადაიქცა შუაშისტებად, რომლებიც ვერ აფასებენ აქტუალურ მოვლენებს, მაგალითად, არ აქვს შესაძლებლობა რომ პირობითად ვამბობ, ხო? ის მძიმე რეალობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ. როცა კონკრეტული ადამიანები ამხილეს, ხო, BBC არის ერთ-ერთი მთავარი სოფლიო გავლენიანი მედია, ხო? რომელმაც საგამოძიებო მასალები გამოდო და თქვა,
რომ იქ ჩვენთან საქართველოში კოლ-ცენტრების ბიზნესი ყავის და ამ ყველაფერში გარეულია ხელისუფლებაც და კონკრეტული სხვა ადამიანები. ეს კონკრეტული სხვა ადამიანები იყვნენ მაგალითად ბატონი კეზერაშვილი მის ნათესავებთან ერთად და 5 ადამიანთან ერთად, ხო, რომ საიდანაც 2 ადამიანი ერთად მისი ბიძაშვილი დაიჭირეს ერევანში, კაცო. გესმით? და ახლა ვუყურებ მე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას და ამაზე ბევრი ვერ საუბრობს. აქ საუბარი არ არის ამ ადამიანის წარსულზე, თუნდაც უახლოეს წარსულზე, ხო? როდესაც უმძიმესი დანაშაული ხორციელდება ახლაც. და ქართული ოცნება საუბრობს მხოლოდ კეზერაშვილზე მაგალითად. არა და თვითონ არის გასვლილი. თავიდან ბოლომდე ბიზინა ივანიშვილის გარეშე ეს ბიზნესი აქ წლების წინ რა თქმა უნდა ფეხს ვერ მოიკიდებდა, მაგრამ ამაზე რატო ვერ ბედავს ბევრი ისაუბროს? ამას საზოგადოება ხო ამჩნევს. ათასობით ყველაზე ნიჭიერი განათლებული ახალგაზრდები, გოგოები და ბიჭები გასვარეს ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში. ახლა ამას წინათ კადრი ვნახე 23 წლის გოგო ხელბორკილებით როგორ გადმოყავთ სატრანსპორტო საშუალებიდან და როგორ შეყავთ პოლიციის შენობაში. და როგორი ბავშვების და ახალგაზრდების რეკრუტირებას ახდენენ, ვინც მინიმუმ 2 ენა იცის. ფრანგული, გერმანული, ინგლისური, ხო თუ სამივე ის უკეთეს, იმიტომ რომ არ ეკინებენ საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიაში, გესმით? და ვიღაცები ამით ჩოლობენ დიდ ფულს. და ეს ვიღაცა არის ხელისუფლება. და ეს ვიღაცა არის მათთან კორუფციულ გარიგებაში შესული რამდენიმე ადამიანი, ვინც ოპოზიციონერობას იჩემებს და ჩამოაყალიბა პოლიტიკური პატრონაჟი. ეს არის პოლიტიკური კორუფცია და სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა, სანამ ადამიანები ამ ქვეყანაში არ იწამებენ, რომ მართალი ხალხი, კომპეტენტური ხალხი, სუფთა რეპუტაციის მქონე ხალხი მზად არის ამ ბრძოლაში დაუპირისპირდეს უსამართლობას და სიყალბეს, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქე არ იქნება ენთუზიაზმით სავსე, რომ ამ ბრძოლაში გამოყვეს. ის როდესაც ხედავს რომ ერთის და მეორეც დანაშაულებრივ ბიზნესია ჩართული, საიდანაც აწავედით ბაპატიეთ, ხო, მაგრამ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდი, ბატონო დავით. მე ჯერა თუ კი ვინმე ან რაიმე აყენებს შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას, არის როდესაც პოლიტიკოსი იჩემს ოპოზიციონერობას და ვერ საუბრობს იმ ანკიერებაზე, რომელიც ქვეყანაში და სახელმწიფოში არსებობს და ეს ხწნის მთელ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას და აღარიბებს. და აი ამ დროს, ჩემო ბატონებო, ჩემო ძვირფასებო, ამ დროს ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც 2022 წელს 32 ჩვენ არის უბრალოდ აი ადამიანები ვინ დაიბადნენ ამ ქვეყანაში 32 საქართველოს მოქალაქე სისხლის ბანკში წავიდა. ხო, სისხლის და 450 გრამი გასცა სისხლი და 50 ლარი აიღო. ანუ ანაზღაურებადი დონორები. წარმოვიდგინეთ. როცა აი მილიონებს შოულობენ, გადამდიდრდნენ, გაყვლიფეს ყველაფერი და მათ შორის რაღაცა ნაწილი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული წარმომადგენლებისაც იყიდეს და ესე თამაშობენ ოპოზიციონერ ხელისუფლებას, ხო? აი ამ დროს 32000 ადამიანი აბარეს სისხლის ბანკში. ეს არის ტრაგიკული მონაცემები. ამ ქვეყანაში 780,000 სოციალურ დაუცველია, რომელიც უბრალოდ შემწეობას იღებს, ისეთი სოციალურ დაუცველი. ბატონო დავით, წარმოვიდგინეთ, 60 ლარი ძირითადად. და ერთი ამდენი რეგისტრირებულია ბაზაში 1,200,000, რომელიც დარეგისტრირდა, უნდა შემწეობის იღება, მაგრამ რაღაც 70,000 ქულაზე მეტი ვერ გაიარა კვალიფიკაცია და ვერ მიიღო ის 60 ლარი. წარმოვიდგინეთ. ეს არის ქვეყანა, სადაც 403,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ყველაფერი დაყადაღებული აქვს, მაგიდა, სკამი, მარეგისტრირებულ ორგანოში, მანქანა თუ რამე თუ გააჩენია, ხო? ეს არის სახელმწიფო, სადაც აი აგერ ფასადური ვითომ დახმარების ხელი გაუწოდა ღარიბაშვილმა სექტემბრის თვეში სტუდენტებს, თქვა რომ შემოიტყა თავში ხელი თავრობის ხდომაზე, რომ 30,000 სტუდენტი არისო, სტატუსი შეჩერებულიო და მე კეთილი ადამიანი, აგერ ირაკლი ღარიბაშვილი, ენაცვალოს ჩემი თავი ბიძინა ივანიშვილსო და
გაგინულებთ დავალიანებასო და მართლაც გააკეთა, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? სულ რაღაც სექტემბერში მხოლოდ 15%-მა შეძლო სწავლის გაგრძელება. წარმოიდგინეთ 30,000 სტუდენტს ისიც სხვადასხვა გზებით ზოგ უნივერსიტეტს დაავალდებულოს ზოგს გადაუხადეს 30,000 სტუდენტს თითქოს ჩამოაწერეს დავალიანება, მაგრამ აქედან 4,500-მა შეძლო სწავლის გაგრძელება. ბევრმა ვეღარ გადაიხადა მომდენო თვეები, ბევრმა უბრალოდ ვეღარ განაგრძო სწავლა, ბევრს უბრალოდ არ ქონდა ქირის ფული თბილისში რომ ეცხოვრა, საჭმლის ფული არ ქონდა ასე შემდეგ. აი ეს რატო ყვები ამ მაგალითებს, აი საილუსტრაციო ჩემო კარგებო. იცით რა, მორალური დიდი უპირატესობა თუ ქართულ ოპოზიციასა და ქართულ საზოგადოებასა და აი ამ ხელისუფლებას შორის არ იქნება, რა თქმა უნდა ეს ადამიანები იბოგინებენ. რა თქმა უნდა იბოგინებენ და ეს სიმართლის ეს ნაპეწკალი უნდა გავაღვიღოთ და საგრძნობლად მეტი არის ადამიანი, ვისაც ეს ცვლილებები პოზიტიური უნდა, ვისაც უნდა ვიდრე უნდა აი იყოს მუდმივად ხელების თავზე შემორტყმის პოზაში, რომ რას კადრულობს ყობახიძე და ივანიშვილი. და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ამას ეს გაკეთდება. ქართველი ერი ეროვნულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე მის ტრადიციულ სახელმწიფო მისწრაფებებზე, გეოპოლიტიკაზე უარს არ იტყვის. ისევე როგორც დამოუკიდებლობის დღე გამოაცხადა 26 მაისს 1918 წლის, ისევე როგორც პირველი ვიყავით სახელმწიფო 1913 წელს, როდესაც ერთ-ერთი პირველი მე მგონი რომ ქალეს მიეცა საარჩევნო ხმის უფლება, ისევე როგორც ერთ-ერთი პირველი ვიყავით და ერთა ლიგას მივწერეთ გაწევრიანებაზე, ისევე როგორც ბევრი და ბევრი ისტორიული ქარტახილები გადაგტომნია, მაგრამ წინ მივდიოდით. ეს სულისკვეთება არ ქრებოდა, არ მინავდებოდა, მაგრამ ისე გაღვივდებოდა. და დღეს გძნობ, რომ არის ცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ შეაგუოს საზოგადოება, რომ ნუ რა მოხდა, ბედი არის შენი ასეთი, ბედის წერა რომ უნდა ყავდეს ბედი და ივანიშვილი. არადა სინამდვილეში საკუთარი ბედის ჭედლები ჩვენ ვართ. და ამას ჩვენ შევძლებთ, ოღონდ სწორი კომუნიკაციით საზოგადოებასთან. ყოველი დღე მუხჩაუხრელი შრომით ხალხთა ქუჩაში, სოფელში, რაიონში, თბილისში. რეკლამის შემდგომ თორე